ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მეოთხე. კანესთან ჰანიბალის ბრწყინვალე გამარჯვებამ ანტიკური სამყარო შეაზანზარა. რომის არმია, რესპუბლიკის სიამაყე და მისი ძალაუფლების მთავარი საყრდენი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. იტალიის სამხრეთი რეგიონები კი კართაგენის მხარეს გადავიდა. ჰანიბალს გზაზე აღარაფერი ეღობებოდა. რომში დათესილი პანიკა რესპუბლიკის აღსასრულს მოასწავებდა. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად კართაგენელმა სარდალმა ქალაქზე იერიშის ნაცვლად მოლაპარაკებების გზა აირჩია. ის მიიჩნევდა, რომ რომის ასაღებად არც საკმარისი ცოცხალი ძალა და არც საალყო მანქანები გააჩნდა. ჰანიბალს სჯეროდა, რომ განცდილი კატასტროფის შემდეგ რომი მის პირობებს დათანხმდებოდა და ომიც კართაგენის ღირსეული გამარჯვებით დასრულდებოდა. მაგრამ ისტორიას რომზე ამბიციური და მტკიცე სახელმწიფო არ ახსოვს. რომაული პოლიტიკა მხოლოდ ორ უკიდურესობას ცნობდა: გამარჯვებას ან საბოლოო განადგურებას. მესამე ალტერნატივა არ არსებობდა. შესაბამისად რომმა უარი თქვა ჰანიბალის შეთავაზებაზე. უდაოა, რომ დედაქალაქიც და მთელი რესპუბლიკაც სრული განადგურებისგან ჰანიბალის ყოყმანმა იხსნა. კართაგენელს კანეს შემდეგ დაუყოვნებლივ რომ გაელაშქრა, ისტორია შესაძლოა სრულიად სხვაგვარად დაწერილიყო. კანეს ბრძოლის შემდეგ ჰანიბალის კამპანიამ თანდათან დაკარგა ადრინდელი ეფექტი და ძლევამოსილი სარდლის ძველი ბრწყინვალება გაქრა. რომმაც ისწავლა, რომ ჰანიბალთან ბრძოლის ერთადერთი გზა მასთან არ ბრძოლაა. ჰანიბალი ატერორებდა იტალიას, ანადგურებდა პატარ-პატარა რაზმებს, იბირებდა ქალაქებს, მაგრამ ვერ უახლოვდებოდა რომს. რესპუბლიკაც გაურბოდა მასთან ბრძოლას და მიყენებულ ნაიარევს იშუშებდა. იტალიაში გადატანილმა უამრავმა ბრძოლამ კართაგენელთა რიგები საგრძნობლად შეამცირა. სანამ აფრიკიდან დამხმარე ძალა გამოჩნდებოდა, ჰანიბალს რომის წინააღმდეგ ახალი მოკავშირე სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნით მან კავშირი დაამყარა მაკედონიის ამბიციურ მეფე ფილიპე მეხუთესთან. თავის მხრივ მაკედონელი მონარქიც ისწრაფოდა რომაელთა განდევნას ბალკანეთიდან, რის გამოც კართაგენელებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისინათლებდა. ჰანიბალმა დაუყოვნებლივ გააფორმა ხელშეკრულება ფილიპეს წარმომადგენლებთან, რომლის თანახმად მაკედონია ომში კართაგენის მხარეს უნდა ჩართულიყო. ეს შეთანხმება აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი მძლავრი ფრონტის გახსნასა და მაკედონური ფლოტისა თუ არმიის გამოგზავნას ითვალისწინებდა. სანაცვლოდ ჰანიბალი პირობასდებდა, რომ რომზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ კართაგენი აღიარებდა მაკედონიის სრულ დომინაციას ბალკანეთსა და ადრიატიკის სანაპიროზე. თუმცა რომმა მალევე შეიტყო ამ საიდუმლო ალიანსის შესახებ და ტრადიციული გასაოცარი დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინა. ნაცვლად იმისა, რომ ფილიპეს წინააღმდეგ არმია გაეგზავნა, რესპუბლიკამ მაკედონიის მეფეს რთული ინტრიგების ქსელი გაუბა. საბერძნეთის შიგნით მისი ძველი მოწინააღმდეგეები აამხედრა და ფილიპეს საკუთარ საზღვრებთან დააბა. მეორე პუნიკურ ომში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა სიცილიის საკითხმაც. თუ პირველი ომი სწორედ ამ კუნძულის გამო დაიწყო, ახლა იგი თითქოს განზე იდგა. ვითარება ჰანიბალის გამარჯვებებმა შეცვალა. კუნძულის უმთავრესმა ქალაქმა, სირაკუსმა, რომთან კავშირი გაწყვიტა და კართაგენის მხარეს გადავიდა. ამან რომს უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა და მარცვლეულის მომარაგების წყარო დააკარგვინა. სიცილია, როგორც ხმელთაშუა ზღვის ცენტრში მოქცეული სტრატეგიული პუნქტი, ომის საბოლოო ბედს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. ამიტომაც რომმა კუნძულის დასაბრუნებლად დიდი არმია გაგზავნა, რასაც მოჰყვა სირაკუზის ლეგენდარული ორწლიანი ალყა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის დაცვას სათავეში ედგა ანტიკური ხანის უდიდესი მათემატიკოსი და ინჟინერი არქიმედე. მისმა გენიალურმა თავდაცვითმა მანქანებმა რომაელთა იერიშები ნამდვილ კოშმარად აქცია. მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, ხანგრძლივმა ბლოკადამ შედეგი გამოიღო და ქრისტეს შობამდე 212 წელს სირაკუზი დაეცა. ამ გამარჯვებით რომმა საბოლოოდ განიმტკიცა პოზიციები სიცილიაზე. პუნიკურ ომში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ესპანეთის ფრონტსაც. აქ ბრძოლები ცვალებადი უპირატესობებით მიმდინარეობდა. ეს რეგიონი კართაგენის ძალაუფლების საძირკველს წარმოადგენდა. აქ მდებარე ვერცხლის საბადოები ომის მთავარი ფინანსური წყარო იყო, ხოლო ადგილობრივი ტომები გამოცდილი ქვეითებისა და ცხენოსანი ძალების მომწოდებლები. ომის საწყის ეტაპზე რომმა ესპანეთში ძმების ციპიონები გაგზავნა. 7 წლის განმავლობაში მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და არაერთხელ დაამარცხეს ჰანიბალის ძმა ჰასდრუბალი. თუმცა ქრისტეს შობამდე 211 წელს ვითარება შეიცვალა. კართაგენელთა გაერთიანებულმა სამმა არმიამ ზედა ბეტისის ბრძოლებში რომაელები გაანადგურა. ორივე სციპიონი ბრძოლის ველზე დაეცა, რაც რომისთვის ესპანეთის დაკარგვად აღიქმებოდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში სენატმა სარდლობა 24 წლის კორნელიუს სციპიონს მიანდო. სციპიონი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელიც მრავალი თვისებით გავდა ჰანიბალს. თუ ჰანიბალში რომისადმი სიძულვილი ბავშვობაში ჩაინერგა, სციპიონის ხასიათი ჰანიბალთან მუდმივმა დაპირისპირებამ და რომაული ლეგიონების მძიმე მარცხებმა გამოაწრთო. ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ტიცინოს ბრძოლაში მან მამას სიკვდილს გადაარჩინა. შემდეგ კი საკუთარი თვალით ნახა ტრებიასა და კანეს სისხლიანი კატასტროფები. ესპანეთში ჩასვლისთანავე სციპიონმა შეისწავლა მტრის ფსიქოლოგია, ლოჯისტიკა და ტაქტიკა, ხოლო 1 წლის შემდეგ გენიალური მანევრით აიღო ახალი კართაგენი. ქალაქი მტრის მთავარ ბაზას წარმოადგენდა ესპანეთში. მისი დაცემა კი საბრძოლო მარაგების, იარაღისა და ფინანსების სრულ დაკარგვას ნიშნავდა. ამ გამარჯვების შემდეგ იბერიელი ტომები მასობრივად გადავიდნენ რომის მხარეს. მალე სციპიონმა ჰასდრუბალის დაამარცხა ბრძოლაში, თუმცა მან მოახერხა არმიის დიდი ნაწილი შეენარჩუნებინა და გადარჩენილი ძალებით ალპებისაკენ გაემართა. იმავე გზით, რომლითაც წლების წინ ჰანიბალმა ისარგებლა. ჰასდრუბალი მიხვდა, რომ ომის სასწორი რომის მხარეს გადაიხარა და გამოსავალი მხოლოდ იტალიაში შეჭრას, ჰანიბალთან გაერთიანებას და დედაქალაქის აღება იყო. რომი კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე. თუ აქამდე ქვეყანას მხოლოდ ჰანიბალი აოხრებდა, ახლა იტალიაში კართაგენის 2 არმია იმყოფებოდა. რესპუბლიკის მთავარ მიზნად ჰასდრუბალის განადგურება იქცა, ვიდრე იგი თავის ძმასთან გაერთიანებას მოასწრებდა. რომაელებმა ელვის სისრაფით შემოიკრიბეს ჯარები, ჩრდილოეთიდან მომავალ ჰასდრუბალს გზა გადაუღობეს და ალყა შემოარტყეს მას. შეტაკებისას ჰასდრუბალი დაიღუპა. უსარდლოდ დარჩენილი კართაგენული რიგები ლეგიონებმა შემოსრეს. რომაელებმა ჰასდრუბალის გვამი იპოვეს, თავი მოჰკვეთეს და ჰანიბალს გაუგზავნეს. მომდევნო წელს ესპანეთში დარჩენილმა კართაგენულმა ძალებმა რეგიონის შენარჩუნებას სცადეს. თუმცა სციპიონმა მათ საბოლოოდ გადაუწურა იმედი და სასტიკად დაამარცხა ბრძოლაში. მეორე პუნიკური ომის მე-14 წელს ესპანეთი რომის მფლობელობაში გადავიდა. კართაგენის ბატონობა იბერიაში კი სამუდამოდ დასრულდა. ჰანიბალი იტალიაში კვლავ დაუმარცხებელი რჩებოდა, მაგრამ მისი ბრწყინვალე გამარჯვებები უკვე აზრს კარგავდა, რადგან რომი ომს იტალიის ფარგლებს გარეთ იგებდა. ჰასდრუბალის ტრაგედიამ სარდალს თვალნათლივ დაანახა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მეოთხე ნაწილის დასასრული.